გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს კრიტიკით კარგად ცნობილმა ევრობიუროკრატებმა და არა მარტო მათ ეუთოს ხდომა კვლავ რადიკალური კრიტიკისთვის გამოიყენეს. საქმე ისევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მიღებულ კანონებს ეხება. ყველა ბრალდებას ქართულმა დელეგაციამ ხდომაზე მოუპასუხა, ყველა ბრალდების საპასუხოდ კი ეუთოს დასკვნა მოიყვანა. საინტერესო იყო შვეიცარიის წარმომადგენლის პასუხი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ვრცლად ისაუბრა და კრიტიკოსებს ასეთი პასუხი გასცა. პირველ რიგში, საქართველოს წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. სწორედ ამიტომ აქვს შვეიცარიას დამცავი მანდატი და ინარჩუნებს დიპლომატიური შუამავლობის როლს. სწორედ ამიტომ საქართველოში არსებული ვითარება და მათი ურთიერთობები რუსეთთან ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით. გასულ წელს იქ არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ვიყავი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, როდესაც შევხვდით არჩევნების მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე, იქ პრეტენზია არავის ჰქონია. არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე შევხვდით ერთმანეთს და ვკითხეთ საკუთარ თავს, როგორ ჩაიარა არჩევნებმა. ჩვენ დავადგინეთ, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანი, არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპელი ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა, რაც შემაშფოთებელი იყო და ამიტომ ამ წინადადებას კრიტიკულად მივიჩნევ. შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა ეს. ეს რაც შეეხება ეუთოს დღევანდელ ხდომას, ასევე დღის მთავარი თემაა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, სადაც გიორგი გახარიას უკვე მეორედ და ამჯერად დისტანციურად უსმენენ. საქმე ისევ ჩორჩანას ეპიზოდს ეხება, ვიდრე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი ონლაინ პასუხების გაცემას დაიწყებდა პარლამენტმა მისი პარტიის წევრებს, მათ შორის გახარიასაც ადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვეტა. ამის საფუძველი 26-ვე საპარლამენტო ხდომის გაცდნა გახდა ამ განმარტების მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ თავად გახარიას და არც მის პარტიის წევრებს არც ერთ ხდომაში მიუღიათ მონაწილეობა, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება მაინც პოლიტიკურ მოტივს დაუკავშირეს. პარალელურად ოპოზიციური აქტივისტების ლექსიკონში უკვე ნელ-ნელა თავამად ისმის ტერმინები რევოლუცია და ახლა უკვე ექსტრემიზმი, როგორც გაირკვა მათი ახსნით. ექსტრემიზმი თავისუფლების დაცვაში ცუდი საერთოდ არ არის. თამარ ჩერგოლეიშვილის ამ ფრაზის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს კიდევ ერთხელ მიმართა რეაგირებისთვის. ეს მიმართვა მერამდენია ნამდვილად სათვალავი არ ყოფნის, ისევე როგორც უკვე უთვალავი პროგნოზი გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან ეკონომიკური კრიზისის შესახებ. მორიგი ასეთი განცხადება დღესაც მოვისმინეთ და საპროგნოზო პერიოდად შემოდგომა შემოგთავაზეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილთან ერთად ვისაუბრეთ პოლიტიკურ თემებზე. განაცემის მეორე ნაწილში კი შემოგვიერთდება ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, თორნიკე ჭეიშვილს. მოგესალმებით ბატონო თორნიკე, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე გაკეთებული განცხადებებით. ქართულმა დელეგაციამ ყველა ბრალდებას უპასუხა და უპასუხა ისევ და ისევ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დაასკვნის საფუძველზე. ყველა ბრალდებას ამ მიმართულებით გასცა პასუხი იყო ბრალდებები არჩევნების შემდგომაც და გარკვეული არასწორი ინფორმაციები, რაზეც ასევე ქართული დელეგაციის პასუხი იყო, მაგრამ საინტერესო იყო საკმაოდ შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის პასუხი არჩევნებთან დაკავშირებით. აი, რისი მანიშნებელია თქვენთვის ეს მოცემულობა ახლა რაც საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე მიმდინარეობს? მოგესალმებით ქალბატონო თეა, დიდი მადლობა მოწვევისათვის გადაცემაში, მივესალმებით ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე ხდომაც, ეს სესიაც, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაციისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა ძალიან ხმამაღლა დაფიქსირდეს ჩვენი სიმართლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ რეალობის დამახინჯებას, არასწორი აღქმების ტირაჟირებას, ძალიან სასიამოვნოა თავისთავად ის, რომ საკუთრივ შვეიცარიელი ერთ-ერთი კოლეგისაგანაც, რომელიც არის წარმომადგენელი შვეიცარიის, ისმის შეფასებები, რომელიც ობიექტურია და რომელიც ასახავს იმ მოცემულობას, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტურად დაფიქსირდა. თუმცა ჩვენ აი ამ შეფასებებს რომ ცოტა ხნით თავი დავანებოთ, მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენოთ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს იმის თაობაზე, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ყავდა 24,000 დაახლოებით 24,000 წევრი საარჩევნო შესაბამის კომისიებში და ერთი ამდენი წარმომადგენელი შესაბამის საარჩევნო უბნებზე. საერთო ჯამში, როდესაც დასრულდა კენჭისყრის პროცედურა და
დასასრულს მივახლოვდა საარჩევნო დღე, მხოლოდ 9 განსხვავებული აზრი იქნა დაფიქსირებული, სწორედ აი ამ წარმომადგენელთა მხრიდან. ეს ხო თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის მთელი კამპანია, რომელიც შემდგომ ააგორეს მომდევნო დღეებში, ეს სპეკულაციები, იქ რაღაცის გაჟონვაზე ლაპარაკობდნენ და ამ შემდეგ აღარც მინდა ამ დეტალებს, ამ აბსურდულ დეტალებს შაუღრმავდე. ნუ თავისთავად იყო თითიდან გამოწვეული და უბრალოდ მიზნად ისახავდა იმას, რომ როგორღაც მოეხდინათ სიტუაციის დაძაბვა, ესკალაცია, რაც მათთვის რა თქმა უნდა იყო ამ შემთხვევაში უკვე ერთადერთი თითქოს გამოსავალი, ვინაიდან თავად აბსოლუტურად კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ სხვანაირად ისინი თავიანთი რადიკალური მიზნების მიღწევას ვერ შეძლებდნენ და აი ამას მოყვა შემდგომ ის აჟიოტაჟი, რაც გადაიზარდა ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, სახიფათო ვიტყოდი პროცესებში ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გულისხმობ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში განსაკუთრებით მიმდინარე მათ აბსოლუტურად დესტრუქციულ საპროტესტო გამოსვლებს და პირდაპირ თავდასხმებს სახელმწიფო ინსტიტუციებზე, პოლიციელებზე და ასე შემდეგ. ასე რომ დღეს, როდესაც შვეიცარიის წარმომადგენლისგანაც გვესმის ის, რაც ვიმეორებ, არის აბსოლუტურ კორელაციაში მოცემულობასთან, რომელიც ესე იგი უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, გასულ საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ მათ შორის ევროპაშიც არიან კონკრეტული ჯანსაღი ძალები, რომლებიც მზად არიან იმისათვის, რომ ანგარიში გაუწიონ პატივისცენ ქართველი ერის არჩევანს და არ დაიწყონ შურისძიება ჩვენ სახელმწიფოზე იმის გამო და ქართველ ერზე იმის გამო, რომ ვიღაცისთვის შეიძლება არასასურველი არჩევანი გაკეთდა და ის რომ თავის მხრივ მართლაც ზოგიერთებს ძალიანაც არ მოეწონათ და არ ეპიტნავათ ის არჩევანი, რომელიც მილიონ 100,000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა გასული წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ნუ ამას ცხადყოფს მიმდინარე პროცესებიც, ხო, თუნდაც როდესაც თითქოს ასე ვთქვათ ერთმანეთს ენაცვლებიან კონკრეტული ინსტიტუციებისა და ქვეყნების წარმომადგენლები და ესხმიან თავს საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ისევ ცდილობენ იმას, რომ ცეცხლზე როგორღაც ნავთი დაასხან, თუმცა ეს ცეცხლიც ვხედავთ, რომ აბსოლუტურად აღარ არის აქტუალური და არათუ ცეცხლი შეიძლება მისი ნაღვერდალიც აღარ იყოს დარჩენილი, გულისხმობ იმ აბსოლუტურად მინავლებულ საპროტესტო ეგრეთ წოდებულ რაღაცა მუხტს, რომელიც შეიძლება ახლა რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანის ამარა იყოს დარჩენილი ქუჩაში და ნუ აი რაღაცნაირად კვლავაც ეს თავდასხმები პერმანენტულად მომდინარეობს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ ყველას გასაგონად, რომ ერთმნიშვნელოვნად ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ამ ფონზე, ამ უსამართლობის, ამ თავდასხმების ფონზე ობიექტური შეფასებაც, რომელიც ისევ და ისევ ეუთოს, რა თქმა უნდა, შესაბამისი მისიის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშთან არის სრულ, ასე ვთქვათ, ჰარმონიაში და მართლაც მე მგონი სიტყვები იყო გამოყენებული, რომ იდეალურად ჩატარდა ეს არჩევნები და ნამდვილად ასეა. ის რომ ქართული დელეგაცია ყველა ბრალდებას პასუხობს, არ ტოვებს არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუტს უპასუხოთ. აი დღეს ვიხილეთ მაგალითად შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის ასეთი მკაფიო პასუხი. როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი დრო და დრო შედეგს გამოიღებს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო განწყობები შეიცვალოს საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ეს მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული და კიდევ სხვა პროცესია საჭირო? ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია, რომ არიან კონკრეტული ძალები, გლობალური ჭრილოვანი ძალები, რომლებიც არიან დაინტერესებულები იმით, რომ მათ შორის საქართველოში მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია, თუნდაც რევოლუციის გზით ესე იგი გაუშვან მათ ის ხელისუფლება, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებელი და რატომ? იმიტომ რომ ისევ და ისევ მიმდინარე პროქსი ომი, რომელიც ახლა არის გაჩაღებული უკრაინის ტერიტორიაზე, როგორღაც აი ამ ომში აღმოჩნდეს შემდგომ უკვე საქართველოს ჩათრეული, რაც ამავე ჭრილოვანი ძალების, ეგრეთ წოდებული deep state-ის შესაბამის მიზნებთან იქნება თანხვედრაში. ნუ მეორე მხრივ რასაკვირველია, ჩვენ საბედნიეროდ არ ვართ მარტონი ევროკავშირის მასშტაბით, ჩვენ გვყავს ძალიან ერთგული სანდო
მეგობრები, თუნდაც რა ვიცი, რომ მხოლოდ უნგრეთის გახსენება რადგირს ამ თვალსაზრისით და რასაკვირველია ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველიც გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე აუცილებლად თავის გზას იპოვის და ის მთელი მორევი ამ დეზინფორმაციის, ამ ისე და ისე დამახინჯებული აღქმების გავრცელების, ტირაჟირების და სხვა კიდევ თანდევი პროცესებისა ადრე თუ გვიან მიეცემა დავიწყება. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ჩვენ იმავდროულად ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოხდეს საქართველოში სახელმწიფო სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გამტკიცება. ეს არის ჩვენთვის მუდმივი საზრუნავი, ყოველდღიური დღის წესრიგი და ამ მიზნით რასაკვირველია ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც არის გამოხატული როგორც შესაბამის სამართლებრივ რეფორმებში, ისე მთელ რიგ პრაქტიკულ ნაბიჯებში და რა თქმა უნდა ამავე კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკონომიკის ზრდა. სანამ ეკონომიკაზე გადავალთ, თქვენ თქვით ეხლა ცოტა ხნის წინ თქვით, რომ განცხადებები, რომელიც კეთდება, თუნდაც ეუთოს სხდომაზე რაც მოვისმინეთ, ეს ერთგვარი ესე იგი ცეცხლის განახლების ხელშემწყობია საქართველოში, თუმცა ამ ცეცხლს თავის ტემპერამენტი უკვე დაკლებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან შეიძლება ვიღაცას სურდეს, რომ ის კვლავ ისეთი იყოს, როგორც მაგალითად რამდენიმე თვის წინ. მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ გვესმის, რევოლუცია უკვე მოვისმინეთ თამამად ეს სიტყვა, რაზეც ასეთი სიტამამი არ იყო მაგალითად წინა პერიოდში, ეხლა უკვე მოვისმინეთ საერთოდ ექსტრემიზმი, რომელიც თურმე გააჩნია როგორ შეხედავ, კარგი შეიძლება იყოს. პარლამენტის თავმჯდომარე უპასუხა ამას და მოუწოდა დონორებს, რომ ახლა მაინც იმოქმედონ და გასცენ ამას პასუხი, მაგრამ არ ვიცით რამდენად იქნება პასუხი, იმიტომ რომ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ამ მოწოდებას არც ერთხელ არ გამოხმაურებია დონორები, თუ გამოეხმაურნენ სხვა კუთხით. გარდა თქვენ ამ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ექსტრემიზმის აღიარება, ეს გარდა აღიარებისა, კიდევ რას გეგმავს ხელისუფლება, რომ ამას დაუპირისპიროს ასეთ აღიარებებს? დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ქალბატონთია, როდესაც ვახსენებდი მაგალითად სამართლებრივ რეფორმებს, ვახსენე ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპი და შესაბამისი მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფიქსირდება საქართველოში. კომპლექსურად ეს ღონისძიებები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტად იქნება გამყარებული და გამტკიცებული და არც ერთ დაინტერესებულ ძალას, რომელსაც სურს, რომ პირდაპირ ხელი აფათუროს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, არ მიეცემა სარბიელი და გასაქანი იმისათვის, რომ თავისი ანტიქართული გეგმები განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ მთელი ხელისუფლება, იქნება ეს საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მობილიზებული იმისთვის, რომ ხმაშეწყობილად, სინქრონულად იმოქმედონ იმისათვის, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ნებისმიერი შესაძლო, ასე ვთქვათ, საფრთხე და თავდასხმის მცდელობა ჩვენს დამოუკიდებლობაზე. ეს საკანონმდებლო თუ სამართლებრივი ბერკეტები, რაზეც თქვენ საუბრობთ ეხლა და სხვა შორის ცვლილებები, რომელსაც ვისმენთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, თქვენი ოპონენტები ამას უკვე ავტორიტარიზმის დამკვიდრებად აფასებენ. ბოლო ცვლილებებს გულისხმობ ყველა ჯარიმებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რევოლუციურ განწყობებს უფრო შეამცირებს თუ პირიქით გააღვივებს? ჯერ ერთი ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ როგორც ასეთი ზოგადად რაიმე ტიპის რევოლუციურ განწყობაზე საუბარი ალბათ გადაჭარბებულია, არავითარ თვითონ ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში. არ არსებობს, რომ დიახ, ზრდაზე ან შემცირებაზე ვისაუბროთ ამ მუხტისა. მეორე მხრივ, ხა რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ და ისევ შეეცდებიან, რომ ის რაც ობიექტურად ემსახურება მართლწესრიგის დაცვას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, როგორღაც მონათლონ და შეფუთონ თითქოს და ეს არის არ ვიცი რაღაცა ანტიდემოკრატიული ცვლილებები, რეალურად რა თქმა უნდა არაფერი მსგავსი არ ხდება. ის ცვლილებები თუნდაც რომელიც თქვენ ახსენეთ ახლა საუბრობდით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, სწორედ დღეს მიიღო პარლამენტმა მესამე მოსმენით ეს კანონი. ჯერ ერთი საერთოდაც აპოლიტიკურ თემას უკავშირდება ერთი მხრივ, რომელიც არის პირდაპირ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან კავშირში და ჩვენ ამ თვალსაზრისით
თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვესრულებინა ის დაკვეთა და სურვილი საზოგადოების მხრიდან, რომელიც არსებობდა მთელ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებებით დაუშვათ გამოწვეული ხმაურით შექმნილი დისკომფორტის მიმართულებით ან ეგრეთ წოდებული ეს დრიფტის შემთხვევები გახშირებული, რაც ასევე საგზაო უსაფრთხოებასთან არის კავშირში, ან თუნდაც საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა, მათ შორის ქვეითთა მიერ მთელი რიგი წესების დაცვის აუცილებლობას და სათანადო სამართლებრივი გარანტიების განმტკიცებას. ეს არის ერთი ნაწილი, მაგრამ მეორე, რომელიც შეიძლება მათთვის უფრო მეტად საინტერესო იყოს, გულისხმობ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც დიახაც საუბრობენ იმაზე, რომ ექსტრემიზმში ცუდი არაფერი არ არის და მასე შეიძლება მიუყვეთ და არც ანარქიაში იყოს ვიღაცისთვის ცუდი რამ და არც დაუშვათ რევოლუციურ სცენარში. პირიქით, ისინი სწორედ ამას როგორღაც ელტვიან და ესწრაფვიან, რომ ეს სურათი მიიღონ, რასაც რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ მოესწრებიან და ვერ მიიღებენ. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციულ, ესე იგი, გადაცდომებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მაგალითად წყვილმან ხულიგნობას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას თუ მისადმი დაუმორჩილებლობას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების ორგანიზების წესების დარღვევას, თუ კი აი ასეთი ტიპის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან გვაქვს საქმე, მოხდა კონკრეტული პირის სანქცირება, ანუ ის დაჯარიმდა კონკრეტული თანხით, თუმცა ის არ იხდის ამ თანხას, მაგრამ ამასობაში გვაქვს განმეორება შესაბამისი სამართალდარღვევისა, ეს უკვე პირდაპირ გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ნებისმიერ ამგრძალავ ნორმას, გარდა იმისა, რომ აქვს, ასე ვთქვათ, რეპრესიული ეფექტი, ანუ მისი დარღვევის შემთხვევაში მოყვება სათანადო რეაგირება, ასევე ამას აქვს პრევენციული ეფექტი და ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რადიკალების, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი ამ თვალსაზრისით არ აღმოჩნდეს ერთგვარ კომფორტში და პირიქით იყოს ძალიან, ასე ვთქვათ, უკომპრომისო შესაბამისი სამართლებრივი ზონები მიღებული და ნაბიჯები გადადგმული. ამიტომ კიდევ ერთ თემასაც უნდა შევახოთ, ეს არის გახარია საკითხი საგამოძიებო კომისიაზე, ეხლაც მიმდინარეობს თუ არ ვცდები ის ონლაინ ჩართვა, სადაც გახარია პასუხობს კომისიის წევრებს. მანამდე მოხდა გახარიას პარტიის წევრებისთვის 12 მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა, საფუძველი გახდა 26-ე საპარლამენტო სხდომის გაცნობა, მაგრამ თავად გახარიამ სოციალურ ქსელში ესეთ რამე დაწერა, რომ ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნისთვის, გზის გასასუფთავებლად, შეთითქმული ბრალდების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვისათვის. აი, რას უპასუხებთ თვითმმართველობის არჩევნების წინ ამ პროცესის წარმართვას გახარიას გადასახედიდან, მათ შორის, რომ ასეთ სურათ დაგვანახოს? ხო, მართლაც ეს დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა, ვფიქრობ, ჩვენი გადაცემის პარალელურად კიდევ გრძელდება, იმიტომ რომ წეღანაც მიმდინარეობდა, ვიდრე ეთერში შემოვიდოდი და პირდაპირ გეტყვით, აი, განსუფრებული უყურებდი ამ სურათს, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად ქვეყნიდან გაიქცა, სახეგაბადრული გონორით არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად არ აწუხებს მას ის, რომ მის სახელს უკავშირდება ახლა სამართლიანად, უსამართლოდ, დაუშვათ არგუმენტირებულად თუ არა არგუმენტირებულად ამ დეტალებში რომ არ შევიდეთ, თუმცა აქ არგუმენტები საკმარისზე მეტია, რომ სერიოზული ეჭვები არსებობდეს. ესე იგი, აბსოლუტურად არ აქვს განცდა იმისა, რომ მის სახელს უკავშირდება 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის ოკუპირება დამატებით, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან სერიოზული ტრაგედია და გამოწვევა და ამას სჭირდება სათანადო ანალიზი. ეხლა მარტო ეს ერთი ეპიზოდი რომ გავაანალიზოთ, აქ უკვე მე მგონი დასკვნების გაკეთება ძალიან მარტივი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ახლა იმაზე აპელირებას, რომ თითქოს ამას ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას გარკვეული პოლიტიკური მოტივი. უკაცრავად, მაგრამ მე მგონი რაღაც ალტერნატიულ სამართლებრივ რეალობაში ცხოვრობენ ეს ადამიანები, ან მათი შესაბამისი არ ვიცი მრჩევლები, რომლებიც არიან შეიძლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები და რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი საქართველოს კონსტიტუცია საერთოდ არ იცნობს ბოიკოტის ცნებას, როგორც ასეც, რომელზეც ისინი აპელირებდნენ, რომ თითქოს რაღაც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ თურმე აქამდე. მერეს მეორე, თუ ბოიკოტზეა ლაპარაკი, ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად თავისი წინაპირობები და თავისი პროცედურები აქვს, რაც აბსოლუტურად არ ყოფილა დაცული და ყველაზე მთავარი, საქართველოს კონსტიტუცია, სწორედ რომლის კითხვაც რატომღაც ვერ ისწავლეს ერთხელ და სამუდამოდ, შავი თეთრზე ამბობს იმას, რომ თუ კი მორიგი სესიის განმავლობაში მოხდა საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ არასაპატიო მიზეზით, ესე იგი, სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენა, ეს უკვე წარმოშობს საფუძველს იმისათვის, რათა მოხდეს კი ბატონო, ეს მანდატების გაუქმებასაც შეეხება. ეხლა რაც შეეხება პროცესს, რომელიც
თვითმმართველობის არჩევნების წინ მიმდინარეობს და რომელიც შეიძლება გახარიაისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოცემულობას იძლეოდეს. დიახ და სწორედ აი მაკეთ მიმყავს ეს არის სამართლებრივი მოცემულობა რომელსაც გვერდს ვერავინ ვერ აუვლის მართლაც თუ არ სურს რომ რაღაც არ ვიცი აბსოლუტურად დამახინჯებული რეალობა წარმოაჩინოს და მეორე ხა როცა ისინი საუბრობენ იმაზე რომ აი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის ეს მე მინდა ყველას შევახსენო რომ საქართველოში პრაქტიკულად ყოველი მეორე წელი არის საარჩევნო წელი ხან არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხან არის საპარლამენტო არჩევნები და რა არის შემოთავაზება რომ საარჩევნო წლის განმავლობაში ჩვენ უარი ვთქვათ სამართლის აღსრულებაზე, მართლმსაჯულებაზე, ზოგადად უარი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში არის სამართლის უზენაესობა. ანუ ამაში მდგომარეობს შემოთავაზება, რა შუაში აქვს პოლიტიკური მოტივები და პოლიტიკური სარჩული, როდესაც პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მართლაც თვითონვე შეაღეს საკუთარი ხელით პენტენციური დაწესებულების კარი. მათაც და სხვათა შორის მათმა უცხოელმა პატრონებმა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ისინი ამ მდგომარეობაში აღმოეჩინათ. ნუ ასეთი არის აგენტურის ხვედრი. მადლობა თქვენ. თორნიკე ჭეიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა მივესალმებით ჩვენ სტუმარ სტუდიაში. გიორგი ქაჯაია შემოგვიერთდა. მოგესალმებით გიორგი, მადლობა გადაცემაში. მონაწილეობისთვის. აი ჩვენ საუბრობდით წინა სტუმართან. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ EUTOS საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებული განცხადებები, სადაც შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელი საკმაოდ მკაფიო პასუხი იყო მათ შორის არჩევნებში 2024 წლის არჩევნების შეფასებაზე და ბრალდებებზე, რომელიც იყო ამ არჩევნებთან დაკავშირებით. აი, ასეთ ტიპის განცხადებები საერთოდ ის რომ ქართული დელეგაცია ხა ყველა ბრალდებას პასუხობს, არც ერთ ბრალდებას არ ტოვებს უპასუხოდ. როგორ ფიქრობთ, მე წინა სტუმარსაც დავუსვი ეს კითხვა, მაინტერესებს თქვენი აზრით, შეცვლის თუ არა გარკვეულ ისეთ დამოკიდებულებას, აი, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგო განწყობებზე გარკვეულწილად იმოქმედებს. გაქვთ ესეთი განცდა მოლოდინი? პირველ რიგში ძალიან კარგი განცხადება იყო და შესაძლოა ვაღიაროთ რომ ყველანაირი სპეკულაციის, ასე ვთქვათ, სპეკულაციური ტექნოლოგია, ტექნოლოგიებს იყენებენ ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენი საზოგადოებისათვის და აი სპეკულაციის ფანჯარა მთლიანად დახურა ამ განცხადებამ და რატომ? ძალიან კარგი და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არჩევნებს 2024 წლის არჩევნებს კონკურენტ უნარიანს და ამავე დროს მაღალი სტანდარტებით ჩატარებულს უწოდებს ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი. ეს არის გასათვალისწინებელი ფაქტი და არა რომელიმე ევრობიუროკრატი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს ნამდვილად ასე იყო, ამყარებს ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენ ხელისუფლებას აქვს მაღალი ნდობის მანდატი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო აღიარება ქვეყნის გარეთ. ამას მოწმობდა შვეიცარიის წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება. ანუ ის ფაქტორები, ის სურვილები, რაც გააჩნია რადიკალურ ძალებს ჩვენს ქვეყანაში და ასევე რადიკალური ძალების მხარდამჭერებს უცხოეთში, თლიანად უსპავს ყველანაირი სპეკულაციის, ასე ვთქვათ, მონახას და საფუძველს. ამ ძალებს ახლა თქვენ ვისაც საუბრობთ, მათ დიდი ნაწილს აქვს ესეთი სურვილი რევოლუციური გზით სვლა, რომელზედაც ახლა ღიად კეთდება განცხადებები, ეს პოლიტიკურ ჭრილში კეთდებოდა ესეთი განცხადებები. ახლა უკვე ეკონომიკურ ჭრილშიც მოვისმინეთ, კიდევ ერთი, თუმცა ესეც არ არის ახალი, ხშირად პროგნოზირება კეთდება, რომ კრიზისი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად საერთაშორისო ინსტიტუტების, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის პროგნოზები საერთოდ სხვა რამეზე საუბრობს. მაინც კეთდება ასეთი განცხადებები. აი, მაინც რას უნდა ველოდოთ შემოდგომისთვის ოპოზიციის იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ დროისთვის გვაქვს. მოკლედ რომ გავშალოთ თემა, ეს არის ეკონომიკური საკითხით დავიწყოთ, ეს არის ოპოზიციის სურვილი და არა ანალიზე დაყრდნობილი რაღაცა განცხადებები, მათ სურთ შექმნან სურათი, რომ რაღაცა სიტყვა გაისროლონ, რომელსაც ანალიზი არ გააჩნია და არ გაუკეთებიათ და შემდეგ თქვან, რომ აი ჩვენ ხო ვამბობდით, მაშინ როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ზრდის პროცესი მიმდინარეობს, როგორ შეიძლება ისაუბრო, რომ ეკონომიკური სტაგნაცია მიმდინარეობს. მაშინ როდესაც საერთაშორისო მხარდაჭერა არის ეკონომიკური მიმართულებით, როგორ შეიძლება რომ შენი ქვეყნის ასე ვთქვათ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ესეთი განცხადებები აკეთო და შენი ქვეყანა, ასე ვთქვათ, დაადანაშაულო, რომ ეკონომიკური სტაგნაციაა, ხო? ეს არის პარადოქსული ყოფა კიდევ და კიდევ მათი, მაგრამ მათ ეს ჩვევიათ, ვინაიდან იტყვიან გააკეთებენ განცხადებას, რომელზეც შემდეგ პასუხისმგებლობას აღარ იღებენ და საბოლოო ჯამში ოქტომბერში ჩვენ მათგან ველოდებით რას? ველოდებით იმას, რომ ემზადებიან, რომ არა
არჩევნებისთვის, არამედ კიდევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენისთვის, დესტაბილიზაციისთვის, ექსტრემიზმისთვის და ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადება, რომ თურმე ექსტრემიზმი ზოგჯერ ძალიან კარგი ყოფილა და რევოლუციაც მისასალმებელი ფორმები ყოფილა. ამ რევოლუციას და ექსტრემიზმს ხო ისჭირდება, რაოდენობა სჭირდება ხალხის, რომელიც აღარ არის. მაგრამ ეს ყველაფერი თვითმმართველობის არჩევნება შეიძლება ესეთი ეფექტი გამოიტანოს. ნახეთ როგორ არის მათი პოზიცია და ხარდაჭერა ხალხის მხრიდან ისეთი სუსტია, რომ მათ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნიათ. რას ნიშნავს, რომ ბოიკოტში იყო? ბოიკოტში ყოფნა ნიშნავს კმაყოფილ პოზაში ყოფნას, არაფერს არ გავაკეთებ და ყველა ვალდებულება, საერთოდ ვალდებულებას არიღებენ თავისი ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე და პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სურთ რომ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ აიღონ ხალხის წინაშე, უბრალოდ არ იმსახურებენ რომ პირდაპირ ვიტყვი რომ პოლიტიკურ ველზე იყვნენ, ხო და პასუხისმგებლობას ვინც იღებს ქვეყნის წინაშე, ის დობის მანდატიც გააჩნია, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებაც ყავს და აუცილებლად დადგება ის მომენტი, თუნდაც ოქტომბრის არჩევნებს რომ შევეხოთ, ხო? რომ თუ ისინი კვლავ დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, პროცესის ლეგიტიმაციას ეს ვერ შეაფერხებს, ვინაიდან არსებობს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება, რომლებსაც სურს რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს არჩევნები ჩატარდება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია არის იმდენად ძლიერი, რომ აუცილებლად ყველანაირ გარე ფაქტორებს წინ აღუდგება და შესაბამისად არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში. აი, მაგრამ არც გვაქვს ესეთი მოცემულობა ამ თვითმმართველობის არჩევნებზე. ის რომ ვთქვათ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომელიც მაგალითად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებზეც იგივე პოზიციაში გამოდის, ესე ვერ ვთქვით, იმიტომ რომ არის პარტიები, რომლებიც ეს მათი სტრატეგია შეიძლება. აი, რა შემდგომარეობს? ანუ ერთიანი სტრატეგია, მაგალითად ბოიკოტში ყოფნას პლუს არჩევნებში მონაწილეობა. ნახეთ, როდესაც ეს არის პოლიტექნოლოგიის საკითხი. ეს არის ერთი ბანაკი, რომელიც ორად გაიყო და კიდევ ვიმეორებ. ეს არის მათი სისუსტის მაჩვენებელი, ვინაიდან ეს არის ის ძალები, რომელიც ძალებიც მოქმედებენ კოორდინირებულად, რომელთაც ყავთ ერთი დამკვეთი და რომლებიც უბრალოდ დამოუკიდებლად და ხალხის სასიკეთოდ ნაბიჯს ვერ გადადგავენ. გამომდინარე აქედან აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ და რასაც ჩვენ ქართული საზოგადოება ხედავს, მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი ერთი ფაქტი, ეს არის მათი სურვილი. და არა რეალობა, ხომ? მათი სურვილი არის ის ექსტრემიზმი შემოიტანონ ქართულ ამომრჩეველში და საზოგადოებაში, მაგრამ დემოკრატია კრიტიკას იტანს. ჩვენი ქვეყნის დემოკრატია კიდევ ძლიერდება და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არ დაუშვებენ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თუნდ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მოხდეს რაიმე არეულობა, რისი ყველაზე დიდი სურვილი ხშირად განცხადებებში ბევრ ევრობიუროკრატს აქვს, რომ საქართველოში განახორციელოს და როგორ შეიძლება ხა საზოგადოებას მივმართავ, ხომ? ამ ექსტრემიზმის სურვილი იმათაც აქვს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, გაცხადებული აქვს. ნახეთ, მე ხო ვახსენე, რომ ეს არის ერთი ბანაკი, რომელიც ეს არის პოლიტექნოლოგიის საკითხი. ხვდებით? ერთი ბანაკი, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა სტრატეგიებით. ამას შეიძლება ვუწოდოთ სტრატეგიული დაბნეულობა, ვინაიდან პოლიტიკური ძალები ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკურ ძალებს გულისხმობ, ხო, ვერანაირ სიახლეს ვერ სთავაზობენ თავის ამომრჩეველს და ერთადერთი რაც დარჩათ, ეს არის ბოიკოტი და ბოიკოტი რა არის? უარყოფა არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის. ვინაიდან დემოკრატია რა არის, ხომ, ყველას კარგად მოგვეხსენება, ეს არის კონკურენცია, ეს არის არჩევითობა, ეს არის პასუხისმგებლობა და ყველაფერი ამას გაურბიან და მათთვის არის იდეალური პოზა, რომ იყვნენ და დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში, ვინაიდან მათ ელექტორალური მხარდაჭერა არ გააჩნიათ. გასაგებია. მადლობა, გიორგი ქაჯაია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ასეთი იყო მოვლენთა ქრონიკა ამ დროისთვის. გაიცანეთ ყველა სიახლეს იმედი ნიუზზე. მე შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.